ვიზიარმა გადაწყვიტა თავისი ბაზის დახურვა ვენაში, ავსტრიაში, როგორც უკვე იცით და ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ 26 ოქტომბერს გაუქმდება პირველი ორი მიმართულება, ეს არის ბილბაო და ლონდონი, ხოლო დანარჩენი 26 მიმართულება, მათ შორის საქართველოს ჩვეულებრივად განრიგის მიხედვით იფრენს 15 მარტამდე. ანუ 15 მარტამდე თუ სხვა რეისები გაქვთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ხოლო რაც შეეხება იმას, რა მოხდება 15 მარტის შემდეგ, ის რომ ბაზა იხურება ვენაში არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ყველა რეისი გაუქმდება. როგორც იცით, ქუთაისში ასევე აქვს ვიზიარს ბაზა, რომელიც ემსახურება მადრიდს, პარიზს, კოპენჰაგენს, ფრანკფურტს, ჰამბურგს და უამრავ სხვა მიმართულებას. და იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მომგებიანია ვიზიარისთვის ეს მიმართულება, ანუ ვენა ქუთაისი და შეიძლება მოხდეს ამ რეისების ბაზირება ქუთაისში. სხვა შემთხვევაში, როგორც უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რეისები გადანაწილდება ბრატისლავის და ბუდაპეშტის მიმართულებებით და იქიდან ვენამდე სულ 2 საათის გზა არის. მოკლედ, თუ რამე სიახლე იქნება აუცილებლად ვეცდები, რომ გაგაგებინოთ, სასიამოვნო ფრენას გისურვებთ და ამ ეტაპისთვის მოკლედ არაფერია ჯერ სანერვიულო.